რას გვეუბნება წმინდა წერილი გადარჩენის შესახებ? როგორ ხდება ადამიანის გადარჩენა? რა ნაბიჯებია გადასადგმელი ჩვენგან, რომ გადარჩენა მივიღოთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს მოგცემს? მოდი წავიკითხოთ რომაელთა 10 თავის 9 მუხლები. მაგრამ რას ამბობს იგი? ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში. ესე იგი რწმენის სიტყვა, რომელსაც ქადაგებ, იმიტომ რომ თუ შენი ბაგით აღიარე, რომ იესო უფალია და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები, ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენა, მხოლოდ და მხოლოდ მისი აღიარება, მთელი გულით, მთელი არსებით, რომ გჯერა და გწამს, რომ უფალი არის შენი მხსნელი. ერთი ამ აღიარების შემდეგ გაძლევს გადარჩენას. თუ დღესვე აღიარებ იესო ქრისტეს და მზად ხარ გაყვე მის ნაბიჯებს, უფალი თავისი სიტყვის ერთგული რჩება, რაც აღითქვა, იმასვე აგისრულებს. უფალმა დაგლოცოს იესოს სახელით. ამინ.